შევეცდები რომ გაგაცნოთ ერთ-ერთი დოკუმენტი დეტალებზე ცოტა მოგვიანებით გესაუბრებით და მე გვექნება ნომინაციებში გამარჯვებულების გამოვლინება. და ფაქტობრივად დავასრულებთ ღონისძიებას. რაც შეეხება დეკლარაციას. დეკლარაცია თავისთავად ახლა ჩვენ არ გამოგვიგონია ველოსიპედი. ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გარკვეულ ფორუმზე, როდესაც საზოგადოება იკრიბება და კონკრეტული მიმართულებით ამ შემთხვევაში კანდაკების ინდუსტრიით, რომ გარკვეული შეჯერება და შეთანხმება აი ამ შეკრებილ საზოგადოებაში შედგა. ამის საფუძველი ხდება ხოლმე ტექსტი და მე ამ ტექსტზე ხელმოწერით ადასტურებს ის ადამიანი უერთდება თუ არა ამ მიზნებს და ამოცანებს, რომელზეც იყო საუბარი ფორუმის დროს და რომელშიც გამოხატულია მეტნაკლებად იმ დოკუმენტში, რომელიცაა შედგენილი. შესაბამისად, აქ მე ხარ რასაც გაგაცნობთ, ფაქტიურად ყველა ის თემატიკაა, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი ფორუმის განმავლობაში. და კიდევ ერთხელ მინდა გაუსვა ხაზი იმას, თუ რაში გვჭირდება ჩვენ ეს დოკუმენტი. ჩვენ ეს დოკუმენტი გვჭირდება იმისთვის, რომ არგუმენტაცია მოვახდინოთ იმ ამოცანების და მიზნების, ასე ვთქვათ, მიზანშეწონილობის სახელმწიფოსთან, მუნიციპალიტეტთან, ბიზნესთან, ინვესტორთან, ვისთანაც არ უნდა იყოს, რომ ჩვენ სექტორში ეს საკითხები განვიხილეთ და მიგვაჩნია, რომ ამ მიმართებით გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. აი ეს არის, ასე ვთქვათ, ამ დოკუმენტის არსი. მოდით ახლა მე შევეცდები, რომ რაც შეიძლება მოკლედ განვმარტო ამ დოკუმენტის შინაარსი და ასევე ბატონ გელას აქვს სრული ტექსტი, თუ სურვილი გექნებათ, ძალიან გთხოვთ, აიწიეთ ხელი და გამოვართვეთ ბატონ გელას ეს დოკუმენტი და გაეცანით. პირველ რიგში ხო, ერთმანეთს გადავაწოდოთ და გავშალოთ რა. დიდი მადლობა ბატონ გელა დახმარებისთვის. ბატონებო და ქალბატონებო, შესაბამისად, ანუ დეკლარაცია იწყება იმით, რომ ჩვენ ქანდაკება COVID-19 პანდემიის დროს თანამედროვე, ანუ სახელწოდება ჩვენი ღონისძიების, რომელიც გაიმართა ბერძენიშვილის კულტურის ცენტრ მუზაში და აქ საუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ შევთანხმდით გამომდინარე გარკვეული პრინციპებისა, რომელიც აქ არის ფაქტიურად სამი მოყვანილი, ერთი არის ქანდაკების საერთო ღირებულება კაცობრიობისთვის და საზოგადოებისთვის, შემდეგი საკითხი არის უკვე ურბანული ფაქტორი და ამისთვის გვინდოდა ხაზი გაგვესვა განსაკუთრებით იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს როგორც დილას მოусმინეთ გარკვეული ინიციატივა, რომ მუნიციპალიტეტებს გარკვეული გადავარქვა, არ ვიცი, ანუ სურვილი არის ის, რომ მუნიციპალიტეტებში ცენტრები გაარემონტონ. და ჩვენი, ასე ვთქვათ, მისწრაფება და სურვილია, რომ ეს ცენტრების გარემონტება შეიძლება რაღაცნაირად დაგვირგვინდეს ძეგლების დადგმით. შეიძლება ძეგლები არ იყოს და იყოს ქანდაკებები, ლანდშაფტური, არ ვიცი, ყველანაირი. ყოველ შემთხვევაში რაღაცნაირად რომ ვიღაცა დაფიქრდეს, რომ არა მარტო თქვათ ბოლდიულებია და გზა არის დასაგები, არამედ კიდე რაღაც სხვა რამ ჭირდება მუნიციპალიტეტს, რომ საზოგადოება რაღაცა სხვაგან გაიხედოს, რაღაცაზე გაერთიანდეს, რაღაცაზე შეთანხმდეს და ასე შემდეგ. და მესამე, ასე ვთქვათ, საკითხი უკვე ეხება შემოქმედებით ინდუსტრიებს, იუნესკომ წლევანდელი წელი არის მსოფლიოში შემოქმედებითი ინდუსტრიების წელი. შემოქმედებითი ინდუსტრია შეიძლება ცოტა ისეთი სახელი იყოს, მაგრამ რეალურად ეს არის ქანდაკება.
ანუ ყველაფერი ინდუსტრია, რომელიც არის დაკავშირებული შემოქმედებასთან. და ქანდაკება არის ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაგალითი. ანუ აი ამ სამი ფაქტორიდან გამომდინარე, შემდეგი უკვე გადავდივართ იმაზე, თუ რაზე ფიქრობთ, რომ აუცილებელია მუშაობა. ანუ შემდეგი ესე იგი შესაბამისად ვაცხადებთ, რომ და ამას მოყვება საკითხები, რომელთა მიმართებაშიც მიგვაჩნია აუცილებლად, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას. პირველ რიგში ეს არის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. რადგან იყო დღეს საუბარი თუნდაც იმაზე, რომ ძეგლი არ არის ქანდაკება და პირიქით. შეიძლება ერთი და მეორე იყოს, მაგრამ ქანდაკებას თავისი დანიშნულება აქვს, იგივე ლანდშაფტურ ქანდაკებას თავისი დანიშნულება აქვს და ძეგლი კიდე მესამე თემაა. და გარდა მაგისა თუ რა ფუნქცია, რა საჭიროება საზოგადოების განვითარებაში, რომელიც საუკეთესო და ყველაზე უფრო ასე ვთქვათ, 1000 წლეულებით უკვე გამოცდილი ინსტრუმენტი არის ქანდაკება. ეს არის ღირებულებების, ეს არის ადამიანების გაერთიანების და რაღაცა სტიმულის შექმნა, რომელიც ფაქტიურად აძლევს მომავალ თაობებს იმის განცდას, რომ რაღაცა ღირებულებები უნდა შეინარჩუნოს იმისთვის, რომ წინიაროს. და ამისგან გადახვევა არ შეიძლება. ეხლა ამაზე აღარ ვილაპარაკებ, რამდენი დანიშნულება შეიძლება კონდეს ქანდაკებას, მაგრამ აი ეს წინადადება, ცნობიერების ამაღლება ზუსტად ამაზეა ორიენტირებული. მეორე ასევე ფუნდამენტური საკითხი არის განათლება. ჩვენ მოვისვენეთ რა ხდება აკადემიაში, სამწუხაროდ დღესდღეობით უკვე აღარც თოიძე არ იყო ქანდაკებასთან კავშირში, მაგრამ რაც დაცი მახსენა იმ დღეს ხალხი პროფესიონალურად სწავლობდა ჩამოსხმას. ანუ ფაქტიურად ინდუსტრიის აი ეს სპეციალური უნარჩვევები, რომელიც რომ აუცილებელია ინდუსტრიის ამოქმედებისთვის, ფაქტიურად აღარავინ აღარ გასცემს ამ მიმართულებით განათლებას. და თავად ქანდაკებაში რა ხდება აკადემიაში, ესეც მოვისმინეთ. შესაბამისად მიგვაჩნია აუცილებლად, რომ განათლების კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგეს და ძალზედ მნიშვნელოვანი. მესამე საკითხი არის ინდუსტრიის განათლება, ეს ეხებოდა მხოლოდ ქანდაკებას და მესამე საკითხია ინდუსტრიის დამხმარე პროფესიების აღდგენა. მეოთხე საკითხი გახლავთ ინდუსტრიაში ინვესტიციების მოზიდვას. აქაც ბევრი იყო ამ თემაზე საუბარი. ჩვენ ერთი რამე უნდა გავიგოთ, სადღაც რომ ინვესტიცია ჩაიდოს, შესაბამისი ბაზა არის მოსამზადებელი იმისთვის, რომ ეს ინვესტიცია არ დაიკარგება, რომ ამ ინვესტიციას აუცილებლად ექნება ამოღება და მოგება. ანუ ბევრი თემები არის მოსამზადებელი იმისთვის, რომ ჩვენ რაღაცნაირად გამჭვირვალე, რაღაცნაირად ის ცივილური და თანამედროვე ბაზისი შევქმნათ, სადაც შესაძლებელი იქნება ინვესტიციების ჩადება. მოკლედ, ესეც ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემად მიგვაჩნია და მიგვაჩნია, რომ თქვენთან ერთად ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ. შემდეგი საკითხი არის ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, რომელიც არაერთხელ გაჟღერდა ჩვენ ფორუმზე. ინტელექტუალური საკუთრება პირველ რიგში ეს არის ცივილიზაცია. ჩვენ სადვიმყოფებით და როგორ ექცევიან ქანდაკებებს და ძეგლებს ვიცით კარგად და შესაბამისად ან წარმოუდგენელია, რომ ამას გვერდზე აურავოთ და ავიღოთ ამის აქტიური მონაწილეები, მით უმეტეს რომ არსებობს უამრავი საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია გასცემს ფონდებს იმისთვის, რომ ამ მიმართებით გარკვეულწილად ნაბიჯები გადაიდგას. და ჩვენ ასოციაციამ ყოველ შემთხვევაში ამაში თავისი როლი უნდა დაინახოს და ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიმართებით. შემდეგი გახლავთ უკვე ქართული ქანდაკების ექსპორტი. ესეც ძალზედ რთული თემაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, აქაც ჩვენ ველოსიპედი არ გვაქვს გამოსაგონებელი და აქაც გარკვეული საერთაშორისო გამოცდილება არსებობს. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ამ მიმართებით ვიმუშაოთ, ოღონდ ანუ აქ ისე თქვა მინდა, იცით რომ ეს არ არის თქვა ინდივიდუალური პროექტები. აქ ჩვენ უნდა შევქმნათ გარკვეული ბაზისი, საინფორმაციო ბაზა იმისთვის, რომ
ვითანამშრომლოთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. რა ხდება ქართულ ქანდაკებაში, რა შესაძლებლობებია, რა გამოცდილება, აი ეს ყველაფერი უნდა იყოს შესაბამისად აღწერილი იმისთვის, რომ რაღაც ახალ ბაზარზე შეხვიდე. ასეთ საკმაოდ სერიოზული სამუშაოა და ხო, ნუ არ ვიცი, არ მინდა ყველაფერი ლევანი უკვე იქით იყულება, აღარ მიყოლებს ასოციაციაში შევტენო, მაგრამ თქვენთან ერთად, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. და ბოლო უკვე გახლავთ გარემოს განვითარება, გარემო არ ვფიქრობთ, რომ აქ ჩვენ რაღაც კონკრეტულ გარემოზე ვსაუბრობთ, აქ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ საქართველოში ადამიანს, რომელსაც აქვს შესაბამისი შემოქმედებითი, არ ვიცი რა დავარქვა, ჟინი და შესაძლებლობა, მას კონდეს იმისთანა გარემო, რომ ეს თავისი შემოქმედება გამოავლინოს. ეს არის განათლება, ეს არის სივრცე, სადაც შეიძლება იმუშაოს, ეს არის სივრცე, სადაც შეიძლება გამოფინოს და ეს არის ის პერსპექტიული, ასე ვთქვათ, ბაზარი, სადაც შეიძლება თავისი ნამუშევარი გაყიდოს. აი ეს არის ძირითადად ის საკითხები, რომელზეც ჩვენ ამ დეკლარაციაში გვაქვს მეტნაკლებად აღწერილი. ენა შეიძლება არ მოგვეწონოს კიდევ ერთხელ, ეს უფრო ორიენტირებულია ეს დოკუმენტი, რომ საბოლოო ჯამში ინგლისურად ითარგმნოს და ამით წარმოვაჩინოთ თავი თუ ვინ ვართ ჩვენ. შესაბამისად, უფრო ასე ვთქვათ, აი საერთაშორისო ენაზე აგებული, შეიძლება ასე ვთქვათ, სპეციალისტებმა ქართული ენით არ მოეწონათ ეს დოკუმენტი, მაგრამ არსი ეს არის. შემდეგი და ანუ ფაქტიურად აი ეს ამით სრულდება ეს დოკუმენტი, ამიტომაც დავაზობთ ამ დეკლარაციის მხარდამჭერებს, რომ მოვიწოდოთ საქართველოს ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს, დონორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებას და კერძო სექტორს ზემოაღნიშნული პრინციპებისა და პრიორიტეტების შესაბამისად მიიღონ ზომები მჭიდრო თანამშრომლობისთვის მთელი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტის ქანდაკების ინდუსტრიის გასაძლიერებლად. აი ეს არის, ასე ვთქვათ, ის რისი თქმაც გვინდა ამ ეტაპზე. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გეგმავთ, რომ გარკვეული მოხსენება გავაკეთოთ. მოხსენება იქნება იმასთან დაკავშირებით, იმიტომაც ვიწერდით სხვათა შორის ამას და არა მარტო მაგითო, ჩანაწერი მაინც ვიდეო მასალაა და ბევრ ამბებშიც გამოგვადგება, მაგრამ გვინდა რომ ავღწეროთ რა პროცესები გავიარეთ, რაზე ვისაუბრეთ და რა გვინდა პერსპექტივაში რომ გავაკეთოთ, აი ამ თემაზე გაკეთდება მოხსენება, რომელსაც ამ თვის ბოლოს იმ თვის დასაწყისში გაგიზიარებთ თავისთავად და აი ეს დოკუმენტი, როგორც გითხარით, იქნება ჩვენთვის პირველი საფუძველი, რომ შევძლოთ მესამე პირებთან კომუნიკაცია, რომ ჩვენ შედგა ეს ეგრეთ ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ფორუმი და ამ ფორუმზე ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ მიმართულებით აუცილებელია ნაბიჯების გადადგმა, რომ ქანდაკების ინდუსტრია გავაძლიეროთ. აღვადგინოთ, რაც გინდათ ის დავარქვათ. თუ რაიმე კითხვა გაქვთ ამასთან დაკავშირებით, დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ. პოპულარიზაცია. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, პოპულარიზაცია შეიძლება ერთი სიტყვა დავამატოთ. როგორ უნდა? აი რა გეგმა როგორ? მეგობრებო, ჯერ ყოველთვის უნდა იცოდეს სად გეხარ, იმისთვის, რომ განსაზღვრო საით მიდიხარ და მერე კიდე პლუს უნდა იფიქრო, რა გზით მიდიხარ. ხო? ანუ ჩვენ ჯერ დგევართ აქ, დაახლოებით მოვხაზეთ და ეხლა ვლაპარაკობთ, საით უნდა წავიდეთ. როგორ მივიდეთ, ეს მესამე ნაბიჯია. ყველაფერი ერთდროულად არ გამოდის. გასაგებია? თქვენთან ერთად ვიფიქროთ იმაზე, როგორ მივიდეთ იქ, სადაც გვინდა. დიდი მადლობა და ეხლა ვინც ეთანხმება ამ დოკუმენტს, აი ჩვენ გვაქვს დიდ ფორმატზე დაბეჭდილი, გთხოვთ თუ შეიძლება ხელი მოვაწერეთ. რა მორჩებით, რა გავაკეთოთ აქედან? მე ხო, მე. ეხლა მე მინდა გადავცე, ასე ვთქვათ, შემდეგი თემატიკა, ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი, ხო ლევან? ნომინაციებში გამარჯვებულების გამოვლენა.
ეხლა შეგვიძლია გავიდეთ გარეთ და ზემოთ გავაგრძელოთ დანარჩენი, ასე ვთქვათ, აქა? ეს არის ხმამაღალი მიკროფონი და ამით შეიძლება ლაპარაკი ხო. ესე იგი, მივეჩვიეთ უკვე მიკროფონით. ხო, კი ბატონო. ეს გამოვხდოთ. შალვა აქ არის? შუქი ავანთოთ რა დათო რა? ხო? ეგ შეიძლება. სანამ გადავიდოდეთ აი ამ ნომინაციების გამოცხადებაზე რა არის? ხო? მარიამს უნდა და გამოსვლაო? ქალბატონ მარიამს უნდა და გამოსვლაო? ესე იგი პირველ რიგში მინდა გითხრათ ყველას რომ ზოგადად ადამიანი გამოცდილებით ცხოვრობს და დღევანდელი დღე კიდევ ერთი გამოცდილებაა ჩემთვის პირადად და ჩვენი მეგობრებისთვის ყველასთვის იმიტომ რომ ფორუმის ორგანიზება საერთოდ რას ნიშნავდა ამის წარმოდგენა არ მქონდა და მადლობა ზვიაც ცოტა მეტი გამოცდილება აქვს ამ ფორუმებთან დაკავშირებით მე ძალიან დიდ მადლობას მოვახსენებ რა თქმა უნდა გიორგი ჩუბინიშვილის სახელობის ინსტიტუტს კერძოდ ქალბატონ თამარ ბელაშვილს რომელიც სამწუხაროდ COVID-19-მა დროებით გამოთიშა ჩვენი საქმიანობიდან მაგრამ მისი რჩევით მისი შუამდგომლობით გავიცანი ქალბატონ მარიამ გაჩეჩილაძე რომელიც თურმე წარმოიდგინეთ რა საზოგადოებაში ვცხოვრობთ რა ამდენი წელია ქანდაკებაში ვარ და თურმე არსებობს ესეთი ადამიანი რომელიც არის ქართული ქანდაკების გულშემატკივარი, მცოდნე, ექსპერტი და მე სამწუხაროდ მას აქამდე არ ვიცნობდი და ჩვენმა თანამშრომლობამ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი შეიძლება გამოიღოს მომავალშიც მე ამის იმედი მაქვს ქალბატონ მარიამ რომ თქვენ ჩვენი ასოციაციის წევრი გახდებით და თქვენ ენერგიას გარდა იმისა რომ მეცნიერებაში უშვებთ და ხარჯავთ ცოტას ჩვენ ასოციაციასაც მოახმართ და ერთად გავაკეთებთ რაღაც სასარგებლო საქმეს ქართული ქანდაკებისთვის. გთხოვთ. დიდი მადლობა მოგესალმებით დღევანდელ დღეს, უბრალოდ დღევანდელ საღამოს. მე ძალიან მოხარული ვარ აი ამ ჩვენი თანამშრომლობით, რომელიც შედგა ამ ორგანიზაციასთან, ანუ თბილისის არქიტექტორთა სკულპტორთა ასოციაციასთან ერთად. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი, ანუ ეს მოკლედ გახლავთ ყოფილი ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი. ახალ თაობას შეიძლება არ ახსოვს მისი ისტორია, სასწაული ადამიანების ხელში, ბატონი ვახტანგ ბერიძე, ჩვენი ყოფილი დირექტორი და მთელი ჩვენი უფროსი თაობა, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობდნენ ყველა იმდროინდელ წარმატებულ მხატვართან თუ მოქანდაკესთან და ყველა იმ კონკურსის მონაწილეები და შემფასებლები იყვნენ, რომლებიც მაშინ ქვეყანაში ტარდებოდა. შემდგომ მოხდა ის, რაც მოხდა, ანუ ის დიდი წყვეტა, რამაც ჩვენ სამწუხაროდ დაგვაშორა ერთმანეთს და ცოტა არ იყოს აცთენაში მოვიდა მეცნიერება და ხელოვნება ერთმანეთთან. ანუ მე ვიგრძენი ეს გუშინდელ დღეს, რისთვისაც არ ვიცი ახლა გარკვეულწილად ბოდიშს გიხდით, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ ცოტა სხვა ენაზე
საუბარზე გვიწევს და უნდა მოგვიწიოს გადასვლა მთქმელისა და გამგონის პოზიციიდან გამომდინარე და კონკრეტულად გუშინც ვინც ესწრებოდით ქალბატონი თამარ ხუნდაძე, რომელიც არის უდიდესი მეცნიერი და ქართული ქანდაკების ერთ-ერთი საუკეთესო მკვლევარი, მე ვიგრძენი რომ ისმა მოხსენებამ ცოტა დაგამძიმათ და მოსმენა გაგიჭირდათ. ეს ცოტა არ იყოს მეწყინა, მაგრამ მე ვიფიქრე რომ არა, არ უნდა მეწყინოს, მაგრამ მე თქვენ გირჩევთ რომ როდესაც საფუძველთა საფუძველზე არის ლაპარაკი, ანუ რაზე დგას დღევანდელი ქანდაკება. ქალბატონ თამარს თავის მოხსენებაში ჰქონდა გააზრებული რომ თქვენთვის მოქანდაკეებისათვის განა იმიტომ რომ ესწავლებინა, უბრალოდ თვალი გადაევლაბინა იმ გზისთვის თუ რა პროცესები განვლო ქართულმა ქანდაკებამ. რა პროცესები განვლო იმ დაბალი რელიეფიდან, ჩაკვეთილი რელიეფიდან, შემდეგ ოდნავ ამოწეული ბარელიეფურიდან, როგორ გადავიდა ჰორელიეფურზე და როგორ მივედით მრგვალ ქანდაკებაზე. აი ეს ხაზი იყო ზოგადად განვითარებული იმ მოხსენებაში. ეხლა ზოგადად ესაა, თუ არ დაეყრდნობი შენ ისტორიას, თუ არ დაეყრდნობი შენ წარსულს, მომავალი არ გექნება. ღმერთმა უკნას რომ ასე იყოს. მე მიხარია რომ ჩვენ მომავალი არამც თუ გვაქვს, არამედ თქვენი შემხედვარე ისეთი ამაყი ვარ, ისეთი გახარებული ვარ, რომ უღრმეს მადლობას გიხდით ბატონო ლევან. ბატონო ზვიად, ყველას განსაკუთრებულ მადლობას უხდით ჩემ საკუთარ თანამშრომელს სოფო ჩიტორელიძეს, რომელიც ჩვენ ჩუბინაშვილის ცენტრმა მივავლინეთ რომ იტყვიან მათთან საკონტაქტოდ, მათთან სოფო გამოდი გენაცვალე დაენახე. სოფო ეხლაც მუშაობს. ეს არის ივლისიდან მოყოლებული სოფო არ გაჩერებულა, იმიტომ რომ აი რამდენი გულშემატკივარი ყავს სოფო, ხო ხედავ? იმიტომ რომ ყველასთან პირადად აქ დარეკილი არაერთხელ და ნასაუბრებია და ყველანი ვირტუალურად იცნობენ. ძალიან მიხარია რომ ჩემი სოფო თქვენთვისაც უსაყვარლესი ადამიანი და უსაყვარლესი პროფესიონალი გახდა. ეს არის ჩემი მარჯვენა ხელი რო იტყვიან. ასე რომ მე ბატონო აღფრთოვანებული ვარ იმ ორი დღით, რა ორი დღეც ჩვენ გავიარეთ. იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ვიყავით დაძაბულები რაღაცნაირად, ხო მაინც ფიქრობდით როგორ გამოგვივა, რა გამოგვივა ის პანდემია, ის რაღაც, აი თუნდაც გუშინ რაღაც ცოტა დავიძებეთ, ცოტა რაღაცა, მაგრამ მადლობა ღმერთს რომ ჩვენ ყველანი ერთმანეთს უგებთ და ასე უნდა გაგრძელდეს ჩვენი აუცილებლად, რა თქმა უნდა. სხვანაირად არაფერი არ გამოგვივა, არც ჩვენ და არც თქვენ. ეხლა ჩვენ ცენტრს უკვე გუშინაც თქვი რომ აქვს ძალიან დიდი პროექტი ქანდაკების ისტორიისა, ამიტომ თქვენთან ურთიერთობა ჩვენთვის არის საუკეთესო გამოცდილება და უშუალოდ შემოქმედთან მუშაობა კიდე სხვა არის ვიდრე წიგნებში ქექვა და რაღაც ესეთი კვლევები. ამიტომ დიდ მადლობას მოგახსენებთ, გისურვებთ დიდ შემოქმედებით წარმატებებს და იმედი მაქვს ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის სასიკეთო შედეგების მისაღებად. აუცილებლად დიდი მადლობა და კიდე ერთხელ დიდი მადლობა სოფო. სოფოს დიდი მადლობა კიდე ერთხელ და ქალბატონ მარიამს დიდი მადლობა. დიდი მადლობა თლიანად ჩუბინიშვილის ცენტრს, იმიტომ რომ თავიდან რომ დავიწყეთ ამ პროექტის დაგენგვა, ქალბატონ თამარ ბელაშვილს შევხვდი და უთხარი მთავარი ჩემი სატკივარი, რომელიც მაწუხებს უკვე დიდი ხანია. აი ეს ბატონი სამსონ ლეჟავა იყო ჩემი დიპლომის რეცენზენტი და ყველაზე ცუდი არის ის, რომ სამსონთან თბილისია რა და ყველა კუთხიდან მაქვს შეხება რა, როგორც ჩემი ძმაკაცის ნათესაობიდან, ასევე უბნიდან და ზოგადად საერთო ინტერესებიდან, მაგრამ ადამიანი იყო ჩემი დიპლომის რეცენზენტი და ისეთი რაღაცეები ილაპარაკა მაშინ აი სტუდენტებს მიმართავ რა, საერთოდ არ მაინტერესებდა რას ამბობდა რა, აი საერთოდ, იმიტომ რომ მე იმ დიპლომში რა გავაკეთე და როგორ იყო და სამსონი რას ამბობდა, ამ ორ ცნებას შორის იყო ძალიან დიდი უსწრაფი. და ეს იყო უბრალოდ რაღაცა ნომენკლატურული აუცილებლობა, რომელიც დიპლომის დაცვისას უნდა გამოსულიყო ხელოვნება ცოდნე და რეცენზია წაეკითხა. ამ დროს ესე არ არის. ამ დროს რეალურად არის ის, რომ ეს ადამიანი უნდა იყოს რგოლი, რომელიც შენ გაკეთებულ ქანდაკებას წარადგენს საზოგადოებასთან. და
აი ეს თავის დროზე ვიღაცის მიერ გააზრებული, კარგად მოფიქრებული, დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქართველოში არ იქნება მოფიქრებული და ეს მსოფლიო გამოცდილებაა, რომ ხელოვნების ნიმუშს წარადგენს ექსპერტი. დღეს ამას შეიძლება კურატორი ერქვეს, შეიძლება ხელოვნებაცოდნე ერქვეს, შეიძლება მენეჯერი ერქვეს, მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ საჭირდება ადამიანი, რომელიც მას დიდი დაჯერებით და თავისი ავტორიტეტით წარუდგენს საზოგადოებას. ერთი და მეორე, რომ ამ ადამიანებს, მეცნიერებს, რომლებიც სწავლობენ და როგორც ქალბატონო მარიამმა თქვა, წიგნებში იქექებიან, ძალიან ბევრი რაღაცა აქვს სათქმელი მოქანდაკეებისთვის, უბრალოდ ჩვენ ერთმანეთის არ გვესმის. ეს არის მთავარი პრობლემა. კომუნიკაციის არ არსებობა, ვერ არსებობა. მე ვიცი, რომ აი ბატონ ჯუმბერი არის ენაწყლიანი ადამიანი და ძალიან საინტერესოდ საუბრობს და მის ბევრ საუბარში ასე რომ გადავეყრებით ერთმანეთს რაღაცა გამოფენა იქნება თუ რაღაცა თავშეყრის ადგილი, ხშირად უხსენებია სიტყვა კირბები. ეს თავისი აი კოლხური გენეტიკით წვდება ძალიან შორეულ თემას, რომელიც ქართული ცივილიზაციის საწყისში გადაგვისვრის, ხო? მე მინდოდა რომ საუბარი ყოფილიყო იმ თემებზე, იმ აღმძვრელ იდეებზე, რომლებიც უბიძგებდნენ მოქანდაკეებს და ახალგაზრდებს, რომ შეექმნათ მათ კიდევ ახალი ხელოვნების ნიმუშები. მინდოდა ამაზე ყოფილიყო საუბარი, რატომ გახდა მართლმადიდებლური ეკლესიისთვის რელიეფი აქტუალური და არა მრგვალი ქანდაკება. რაში გამოიხატებოდა ამ რელიეფის სიდაბლე იდეოლოგიური კუთხით? რატომ მოხდა ესეთი რაღაცები და ეს აუცილებლად სასაუბროა და აუცილებლად სალაპარაკოა, იმიტომ რომ მე თავის დროზე, როდესაც ეკლესიაში დავიწყე სიარული და სტუდენტობის პერიოდი იყო, მოძღვარმა მითხრა, რომ შენ მოქანდაკე ხარო და დიახ, მეთქი და რაღაცა და ხო მოდი მაშინ აქ რაღაცნაირად თუ აი იფიქრეო, რომ რელიეფები აკეთო და მრგვალი ქანდაკება არ აკეთო და მე ამ დროს მერაბ ბერძენიშვილის მოწაფე ვარ. წარმოვიდგინეთ რა მხოლოდ კონფლიქტია ჩემ ცნობიერებაში, რომ ახალგაზრდა ვარ, ბერძენასთან ვარ დამოწაფებული და იქ რაღაც უზარმაზარ დიდ გორში ავყევარ და მაჩვენებს იმ თავის და ჰენრი მური და მარინო მარინი და აი ამაზე ვარ ტრიალებს ეს ყველაფერი ჩემ ცნობიერებაში და უცბად ეკლესიაში მივდივარ და ადამიანი, რომელსაც ჩემ სულიერ ასე ვთქვათ განსაცდელს ვანდობ, მეუბნება, რომ ქანდაკება გაწიეო რა. ხო და მაგის მერე ბევრი შეხვედრა მქონდა სასულიერო პირებთან, არქიტექტორები იყვნენ ისინი თავის დროზე და მე მგლები გახდნენ და ეს თემა, ანუ მრგვალი ქანდაკება ქართულ ცნობიერებაში, ქართულ სახელმწიფოებრიობაში და ქართულ ეკლესიაში ძალიან მნიშვნელოვანია, გასაღვიძებელია, მოსაფიქრებელია, მოსალაპარაკებელია. ამაზე უნდა ვიმუშაოთ ჩვენ, იმიტომ რომ ბევრი წყვეტა არსებობს ჩვენ საზოგადოებაში და ერთ-ერთი წყვეტა არის ეს, რომ ბევრი ადამიანი გეტყვის, რომ იცი რა ეს მრგვალი ქანდაკებაა და არ შეიძლება. ამ დროს ეს ასე არ არის. გამოვიკვლიე არაერთი წიგნი წავიკითხე ამასთან დაკავშირებით და მერწმუნეთ, რომ ეს სიმართლისგან აბსოლუტურად შორს არის. ამისთვისაც მინდოდა, რომ ჩუბინიშვილის ინსტიტუტიდან ყოფილიყო ამაზე საუბარი და მე რატო ვლაპარაკობ იცით ახლა ამაზე? იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე. ჩვენ ალბათ კიდე მოვიპოვებთ დაფინანსებას, კიდე რაღაცას მოვკრიბავთ და კიდევ ერთხელ უნდა შევიკრიბოთ, კიდე უფრო მეტად უნდა ერთმანეთს დაუახლოვდეთ, ვისაუბროთ. აუცილებელია ახალგაზრდა მკვლევარების ჩართვა და აი სოფო ძალიან კარგად ჩაერთვა ამაში და იმედი მაქვს, რომ მისი მუშაობა მუზეუმშიც ზოგადად აი ამ თემების კვლევაც ძალიან გამოადგება ახალგაზრდა მოქანდაკეებს და მათ გაუხსნის ხელს. მოკლედ ძალიან ბევრი საკეთებელია ამ კუთხითაც და ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მარიამ კიდევ ერთხელ მონაწილეობისთვის. არა, რას ბრძანებთ. უბრალოდ მე მინდა ერთი მაგალითი ძალიან საყვარელი ადამიანის მხატვრის ცხოვრებიდან ვთქვა მეცნიერებასთან მიმართებაში. ეს არის სერგო ქობულაძე. იცით, ჩვენ მოგვიწია ბატონი სერგოს არქივის დამუშავება, ამჟამად ჩვენთან არის ჩუბინაშვილის ცენტრში და
გაოგნდებით, რას აკეთებს ეს ადამიანი. ის ვეღარ გაიგებ, უფრო მეცნიერია თუ უფრო მხატვარია. ესე იგი, მან დაიწყო შესწავლა ბერძნული ქანდაკების პროპორციებით. ეხლა თქვენ მეტყვით, რომ რა შესწავლა მაგას უნდაო, სერგოს ვინ ეკითხებოდაო, მანამდე ქვეყანამ შეისწავლა. ხო, სულ სხვა კუთხით, სულ სხვანაირად. დადო ნაშრომი, ამაზე დაყრდნობით გამომიმუშავა მოდული. ამ მოდულით გაიანგარიშა მცხეთის ჯვრის არქიტექტურული ფორმა და დაამტკიცა, რომ მცხეთის ჯვარი არის ქართული ტაძარი და არაფერი სიახლოვა რიფსიმეს ტაძართან არ აქვს. აი ხომ ხედავთ, ამიტომ მეცნიერება და ხელოვნება ასეთ ყვილა ერთად არ ამბობენ. ჩვენ ერთად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. დიდი მადლობა, ნახვამდის. დიდი მადლობა.